მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს, რომელიც არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სატელევიზიო ეთერი. ეს გადაცემა ყოველკვირეულად გადის ეთერში და დღევანდელი გადაცემა კლავაცა და კლავაც უბრუნდება ჩვენთვის იმ ძვირფას და სანუკვარ თემას, რომელიც შეეხება პატრიარქის მოღვაწეობას, მის საიუბილეო თარიღებს, რომელ თარიღებსაც ამ უახლოეს დღეებში აღნიშნავთ თითოეული ჩვენთაგანი და სრულიად საქართველოს აღნიშნავთ რამე თუ პატრიარქი სრულიად საქართველოს პატრიარქია და არის განსაკუთრებული პატრიარქი და ეს განსაკუთრებულობის შესახებ შეიძლება მრავალი ნიუანსი დასახელდეს და ამ მრავალიდან მე მხოლოდ ერთს დავასახელებ. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა 47 წლის განმავლობაში პატრიარქს ემსახუროს და განუწყვეტელი მსახურების რეჟიმში ყოფილიყოს თავისი ერისა და თავისი სამწყსოს წინაშე. აი ეს არის ერთადერთი შემთხვევა. ეს შემთხვევაც რა თქმა უნდა არ არის უბრალო და არ არის შემთხვევითი, ეს არის ღვთის დაშვებით განპირობებული რეალობა და 1977 წლიდან მოყოლებული პატრიარქი უძღვება ჩვენი დედა ეკლესიის მსახურებას და მე ვიტყოდი უძღვება სრულიად საქართველოს ეროვნულ მოძრაობას, მის სულისკვეთებას, მის დამოკიდებულებას მომავალთან და რაც მთავარია ეს ყველაფერი არის ორიენტირებული იმ მარადიულ ფასეულობასთან, რომელიც ფასეულობაც განაპირობებს ყველაფერს ამ ქვეყანაზე და არა მარტო ამ ქვეყანაზე, არამედ ღმერთით არის ყველაფერი და აი ეს ყველაფერი ლამაზად კონცენტრირდება და თავს იყრის და წარმოდგენილი არის სწორედაც იმ რეალობაში, რა რეალობასაც უფალი ქმნის. და ამ შემთხვევაში გვაქვს რეალობა 47 წელი პატრიარქობისა. ამის შესახებ პატრიარქი ბრძანებს, რომ ეს არის დიდი ჯვარი, პატრიარქობის ჯვარი და ეს იყო მოწამეობრივი მსახურება. მოწამეობრივი მსახურება ჩვენ მაინც წმინდა გიორგის კულტის მქონე ერი ვართ და აი ამ მოწამეობრივ კულტურაზე ვართ გაწვრთნილი და გასრთილი, როგორც იტყვიან და მოწამეობა მხოლოდ წამების ფორმა წარმოგვიდგენია. შეიძლება იყოს მოწამეობა უჩუმარი, უსიტყვო, როგორც იტყვიან დუმილის რეჟიმში განხორციელებული, მაგრამ იყოს ისეთი მძიმე და ისეთი აუტანელი, რომ შეიძლება ადამიანისთვის შეუძლებელიც კი იყოს. ამ შემთხვევაში უფალმა შეაძლებინა პატრიარქს, რომ ეს ჯვარი, ეს მსახურების დიდი ტვირთი ეტარებინა 47 წელი. საქართველოს საგვარეულო მოძრაობა სათავეს პატრიარქიდან იღებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პატრიარქის კურთხევით, მისი მითითებით და უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კურთხევა გვარებისა და ეს არ იყო მხოლოდ კურთხევა, არ იყო მხოლოდ შეკრება გვარებისა, ეს იყო ერთგვარი საერთო საგვარეულო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რომელიც კონსოლიდაციას უკეთებდა გვარიშვილებს, აერთიანებდა ერთი გვარის ადამიანებს, ქმნიდა ერთგვარ საგვარეულო სულისკვეთებას და აი ამ სულისკვეთების და აი ამ ერთობის საფუძველზე ხდებოდა შემდეგ აი პირველ იერარქიის მიერ დალოცვა გვარებისა და ამ დალოცვილი გვარების საფუძველზე შეიქმნა სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რომელიც დარბაზიც მადლობს პატრიარქს აი ამ ღვაწლისთვის, აი ამ დამოკიდებულებისთვის, ამ მიზანმიმართული საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს გვარებთან მიმართებაში იქნა გამოჩენილი და ეს არ არის მხოლოდ მადლობისთვის, არამედ საქმეში გამოხატული ურთიერთობა. კერძოდ 25 დეკემბერი, როგორც დღე პატრიარქის აღსაყდრებისა, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზმა საგანგებოდ აღნიშნა, ხოლო 4 იანვარი, როგორც დაბადების დღე ჩვენთვის ძვირფასი პატრიარქისა, აღნიშნა საზეიმო მსახურებით. სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა გვარების წინამძღოლები, შეიკრიბნენ გვარების წინამძღოლები, გადაიხადეს სამადლობელო პარაკლისი პატრიარქის სახელზე, გაიმართა შემდეგ ხალხმრავალი კონფერენცია, რომელსაც დაესწრო მრავალი გვარის წინამძღოლი და აი ამ
საერთო სულისკვეთებით მივაგეთ პატივი პატრიარქის ღვაწლს, მის დამსახურებას და მის კეთილმსახურების ფორმას. ამის შემდეგ ეს მოგეხსენებათ 4 იანვარი მარხვის დღე იყო და ქართველებს სუფრის კარგი ტრადიციაც გვაქვს და ეს ტრადიციაც არ უნდა იქნას დაკარგული. ამიტომ გადაწყდა რომ იმ სამარხო დღიდან გამოკლებით და მისგან განსხვავებით 14 იანვარს, ანუ ძველი ახალი წელს, როგორც ვიტყვით, იკრიბება კვლავაც საგვარეულო წარმომადგენლობები სრულიად საქართველოსი და პატრიარქის სახელზე იქნება საზეიმო ტრაპეზი, გაიმართება საზეიმო ტრაპეზი. ესეც მიძღვნილი იქნება პატრიარქის მიმართ დამოკიდებულების სადმი და აქაც კვლავაცა და კვლავაც საუბარი იქნება პატრიარქზე, მის ღვაწლზე და იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც დღეს ჩვენი დედა ეკლესია და მათ შორის მხცოვანი პატრიარქი, რომელსაც 92 წელი შეუსრულდა. ჩვენთან სტუმრად იმყოფება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პიროვნება ბატონი დავით ონოფრიშვილი, რომელიც გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამასთან ერთად იგი გახლავთ ონოფრიშვილების კეთილ მორწმუნე გვარის წინამძღოლი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და მე ვიტყოდი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე არჩეულია სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის გამგეობის წევრად. იგი ჩართულია საგვარეულო მოძრაობაში, ღებულობს მონაწილეობას შეკრებებში, ღებულობს მონაწილეობას საგვარეულო ღონისძიებებში და მრავალ იმ კარგ საქმეში არის უდევს წილი, რომელი საქმეც გვარების სახელით და ამ შემთხვევაში ჩვენი გაერთიანების სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სახელით აღესრულება. ბატონი დავითის დღევანდელი სტუმრობა განპირობებულია იმით, რომ პატრიარქის მიმართ მას პირადად და მის ოჯახს აქვს ძალიან ახლო და მე ვიტყოდი ესეთი სამეგობრო დამოკიდებულება ჰქონდა მის მამას, ბატონ თენგიზ ონოფრიშვილს, რომელიც თავის დროზე გახდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებული და იგი არა მხოლოდ რწმუნებული იყო როგორც ასეთი, არამედ იყო უახლოესი ადამიანი პატრიარქისა, რომელიც თათბირობდა პატრიარქთან, რომელიც ერთად ცდილობდა, რომ ერთად მოემწიფებინათ ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს ეკლესიისთვის და უშუალოდ პატრიარქის სამოღვაწეო ასპარეზის გახსნისთვის იყო საჭირო და ამ ყველაფერის შესახებ ბატონ დავითს მინდა მოусმინოთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღევანდელ დღეს სულ ახალხანს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იყო უწმინდესის ის დაბადების დღე, მისი ინტრონიზაციის 57 წლის თავი და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, პრაქტიკულად ყველა ქართველის და მორწმუნის ცხოვრებაში პატრიარქს დიდი როლი მიუძღვის, იმიტომ რომ 57 წელი ეს მთელი ნახევარი ცხოვრება თუ მეტი არა და მთელი ამ პერიოდში ეს ადამიანი იყო გახლავთ და დღესაც უძღვება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ძალიან ბევრი რამე, რა თქმა უნდა, გაკეთა მის პერიოდში. ეს არაერთხელ აღინიშნა, სადია ოფიციალურად, არაოფიციალურად, უამრავი გამოცემებია. დღეს ეკლესია პრაქტიკულად სოფელი არ არის, რომ ეკლესია არ იყოს და არ ხდებოდეს იქ არ იყოს მღვდელი და არ ხდებოდეს როგორც მინიმუმ ერთხელ მაინც კვირაში სარელიგიური მოძღვრება და საქმიანობა. თუმცა ეს პერიოდი ესეთი არ იყო, მე მაინც მინდა რაღაც ისტორიულად შევეხო იმ პერიოდს. ჩვენთვის სწორედ იმ წარსულის გახსენება მნიშვნელოვანი. დღეს ახალგაზრდებსაც და საშუალო ასაკის ხალხსაც რაღაც მეტად შეიძლება ესე წარმოედგინა, მაგრამ რეალურად როდესაც საბჭოთა პერიოდში ეკლესია ძალზე დაკნინებული იყო და თავად როცა უწმინდესი ჯერ აირჩიეს მესაყდრეთ, როცა
დავით მეხუთე პატრიარქი გარდაიცვალა და შედგა სინოდის სხდომა, როგორც წესი ესეა ხოლმე ჩაწერილი, რომ მაშინ უნდა გაიმართოს სინოდის სხდომა და დაინიშნოს, ასე ვთქვათ, მოსაყდრე. თუმცა ეს ადრე შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებლად გარდაცვალების შემდგომ თუ არ არის ასეთი სიცარიელი, რომელიც ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩეული, სანამ რეალურად არჩევა მოხდება შემდგომ პატრიარქის და ერთი ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა ჩვენ მაყურებელს უჩვენო ეს ძვირფასი წიგნიც მინდა რომ წარმოადგინოთ პატრიარქს ეძღვნება რომელიც ბიბლიუსში იყიდება ნამდვილად ვიცი და ალბათ შეიძლება სხვა წიგნის მაღაზიებში 4 ტომეულია მე ხელთ მაგიხა პირველი ტომი ეს არის ილია მეორის შესახებ მისი პირადი წერილები ჩანაწერები ფოტოები მისი ლოცვა-კურთხევით არის ეს წიგნი გამოცემული სადაც ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ ცხადია ხა დრო ბევრი არ აქვს ადამიანის მაგრამ ვის დაინტერესებულია შემიძლია გითხრათ რომ მართლაც ისეთი საინტერესო მომენტები შეიძლება ნახოს რომელიც მას ვერ წარმოედგინა რომ რეალურად ჩვენ აქ ვნახეთ ოქმი რომელიც შედგენილია პატრიარქ დავითის გარდაცვალების შემდეგ ეს პირველი დოკუმენტი შედგა მისი გარდაცვალების შემდეგ იმავე დღეს არის გარდაცვალების დღესვე 1977 წელს და აი ამ დოკუმენტში ძალიან კარგად ჩანს იმ პერიოდის დამოკიდებულება და იმ პერიოდის თუ რაოდენ დამცრობილი იყო ჩვენი დედა ეკლესია სულ 6 მღვდელმთავარი არის მოხსენიებული ამ ოქმში და ერთი ვერ ჩამოვიდა ბათუმიდან მისი მოხუცებულობისა და გამო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მე-7 ვერ ჩამოვიდა. 7 მღვდელმთავარი იყო 1977 წელს საქართველოს. და ამავე ოქმში აი ამ მღვდელმთავრებთან ერთად მოხსენიებული არის ჩემს მიერ უკვე ნახსენები ბატონი თენგიზ ონოფრიშვილი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურას, ანუ საქართველოს მინისტრთა საბჭოს წარმოადგენდა და ოქმში პირდაპირ არის შეტანილი ის აი ჩამონათვალის შემდეგ, ამ მღვდელმთავრების ჩამონათვალის შემდეგ და დასახელებული რომ იგი ესწრებოდა ამ სხდომას, ღებულობდა მონაწილეობას ამ სხდომის მუშაობაში და ამ ოქმის შექმნითაც მის თვალწინ მოხდა და რაოდენ კარგია და რაოდენ ძვირფასია რომ საქართველოს დედა ეკლესიის ბედი, ანუ მისი საჩეთ მყრობელის გამორჩევის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ ბატონი თენგიზის თვალწინ მოხდა და ბატონი თენგიზი აქ არ იყო მხოლოდ დამკვირვებელი და როგორც იყვიან სტუმარი ხელისუფლებიდან ეს იყო თანამოაზრე მათი და ხელშემწყობი მთელი იმ პროცესებისა რომელიც მაშინ დედა ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა რაზეც ბატონ დავითს უფრო კონკრეტულად შეუძლია თქვას დიახ რეალურად ესეთი თანამდებობა მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო იმ პერიოდში და დაახლოებით ამდაგვარი თანამდებობა დღესაც არსებობს რელიგიის საქმეთა მხოლოდ ის მე მგონი მთავრობასთან აღარ არის ეს უფრო სხვა სტრუქტურასთან არის მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეხლა სხვანაირად დამოუკიდებელი სტრუქტურები ცხადია არ არსებობდა და მაშინ ხელმძღვანელობდა ამ საქმეებს ეხლა მე მაშინ გავხდით ну 14-15 წლის 13-14-15 წლის ვერნამე მახსოვს ის რაც შემდეგ ოჯახში ბევრს არ საუბრობდა მამაჩემისედაც მაგრამ რაღაცები მახსოვს მე დედაჩემისგან მამაჩემის როცა ამბობდა რომ ამ სინოდის კრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მართლაც იქ ასარჩევი ზოგადად ბევრი არც იყო ვარიანტი რადგანაც იმ მომენტში უკვე უწმინდესი რომელიც იყო ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ну ნამდვილად ერთი თავით მეტი გამოირჩეოდა უკვე თავისი განათლებით, ენების ცოდნით და რეალურად მისი ასაკიდან გამომდინარე რომ რეალურად ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა ის იყო მომავალ პატრიარქად არჩევისათვის. თუმცა ესე მარტივად იქ არ იყო ეს საქმე, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები. ასევე იქ იყო მიტროპოლიტი გაიოზი, რომელიც
ცდილობდა ყველანაირად რომ მის მხარეს გადასულიყვნენ ეს სხვა ისედაც რამოდენიმე იყო როგორც ხედავთ მთავარი და მისი კანდიდატურა იყო სულ სხვა ბათუმის მიტროპოლიტი ბათუმის ჭყონდიდელის მიტროპოლიტი რომანოზი და ის ადამიანი ყველაზე ასაკოვანი იყო ამ დროს და ნუ როგორც ჩანს რაღაცა გეგმები არსებობდა მომავლისათვის თუმცა ამ სინოდზე გაიოზის გარდა არავინ არ დაუჭირა მხარი ის იყო ერთპიროვნული დიახ ერთპიროვნულად სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო რომ მოსაგდრეთ არჩეული ყოფილიყო მიტროპოლიტი ილია. დიახ, მაშინ სოხუმ აფხაზეთს ეძახდნენ, ნუ დღეს ჩვენ ვეძახით სოხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. და ეს ხდებოდა 15, ანუ ეს ხდებოდა 9 ნოემბერს, შემდგომში პატრიარქი წინა პატრიარქი დავით მეხუთე სტაგზალვა მოხდა 15 ნოემბერს და სინოდი ამ საკითხებს იხილავდა როგორც ჩანს მას რამდენიმე საკითხი როგორც ჩანს ამ ოქმიდან გადაწყვეტილებები იყო მიღებული და შემდგომში დაახლოებით ერთვიანი თვენახევრიანი ვადა იყო რომლის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო უკვე ინტრონიზაციისთვის უნდა ყოფილიყო მზადება და მინდა გითხრათ რომ აი სწორედ ეს თვენახევარი იყო საკმაოდ რთული პერიოდი ისტორიულად და ეს ბევრი რამე აქ არის აღბეჭდი და სხვა მკვლევარებს ვინც ამ საკითხებს სწავლობს და იციან ისტორიულად მათ ეს თავის კვლევებში აქვთ გადმოცემული ისტორიული არის ეს უკვე დახურული აღარ არის ეს ინფორმაცია პრაქტიკულად რომ აი ამ თვენახევარში მეორე მიტროპოლიტი გაიოზი ყველაფერს აკეთებდა რომ არ ეცნოთ ეს სინოდის ეს გადაწყვეტილება მისთვის როგორც ჩანს მოულოდნელი იყო სხვა გეგმები ჰქონდა და რეალურად დიდი ბრძოლა გააჩაღა მან როგორც მაშინდელ საქართველოს მინისტრთა საბჭოში წერილებით მოსკოვში წერილების გაგზავნით პოლიტბიუროში და ასე შემდეგ რაღაც ის ხედავდა რომ აქ ადგილზე საქართველოში მას ამჯობინეს უფრო ასე ვთქვათ კარგი კანდიდატით უწმინდესით სოხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტით ილია მეორეთი და ეს ბრძოლა დიდხანს იყო მის მიერ ორგანიზებული ახლა ორ ფაქტს ვიტყვი შევარდნა პირდაპირ მნიშვნელობით დღევანდელი ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე იყო საპატრიარქო იქ შევარდნა მოპარვა მოხდა ბეჭედის რაღაცების და ეს ბეჭედის შემდგომ პირდაპირ გამოყენებული იყო გარკვეული წერილების და გარკვეული რაღაც გადაწყვეტილებების დროს და ბეჭედი დარტყმული. ანუ წმინდა კრიმინალობის უკვე საფრთხეში გადაიზარდა. ბატონ დავით, ეს გადავათვალიერე წიგნი და ნახე რომ ამ წიგნში შესულია ის წერილები, რომელიც კრემლშია გაგზავნილი მიტროპოლიტ გაიოზის ხელმოწერით და პირდაპირ დასმენა იმისა, რომ არ ცნონ და ხელი არ შეუწყონ მიტროპოლიტ ილიას საპატრიარქო მოღვაწეობას და უარყონეს და ასე შემდეგ და ეს წინა აღმდეგობები კრემლამდე რომ მიდიოდა წარმოიდგინეთ რაოდენ ცხოველმყოფელი და რაოდენ ისეთი ძალმოსილი იქნებოდა ეს ადგილზე კონკრეტულ ურთიერთობებში და კონკრეტულ დამოკიდებულებებში მე ამას დავამატებ შემდეგ იმას რომ მიტროპოლიტ გაიუს კერატიშვილი ბრძანდებოდა იგი გვარად მას რთული ცხოვრების გავლა მოუწია ამ უსამართლო ბრძოლაში დამარცხდა და ბოლოს მან დაწერა წერილი პატრიარქ ილიას მეორის მიმართ ეს წერილი საზოგადოებისთვის ცნობილია გამოქვეყნდა ეს წერილი და ამ წერილში ის ბოდიშს უხდის პატრიარქს და შენდობას ითხოვს მისგან იმ პროცესებისა და გამო რომელი პროცესებზეც აი ბატონი დავითი ამახვილებს ყურადღებას და ეს პროცესები ეხება პატრიარქის გამორჩევის დღეებს ანუ 1977 წლის აი ამ რთულ პერიოდს მიუხედავად აი ამ წინააღმდეგობებისა
პატრიარქის კენჭისყრა, როდესაც მოხდა და ეს მოხდა 23 დეკემბერს მოხდა კენჭისყრა და ამ 23 დეკემბერს ერთ მნიშვნელოვნად იქნა პატრიარქი ილია მეორე გამორჩეული. ანუ ის პერიოდი, რაც ბატონმა დავითმა ბრძანა პატრიარქი დავითის გარდაცვალების შემდეგ 40 დღე უნდა გასულიყო პატრიარქის გამორჩევამდე და ეს 40 დღიანი პერიოდი იყო რთული წინააღმდეგობებით სავსე პერიოდი და 40 დღის თავზე, როდესაც საქართველოს სინოდი შეიკრიბა და გამოირჩია მიტროპოლიტი ილია პატრიარქად, ერთ მნიშვნელოვანი და ერთ ხმოვანი დამოკიდებულება ჰქონდა და ეს შემდეგ ეს იყო 23 დეკემბერს და 25 დეკემბერს უკვე ეს გაცხადდა ინტრონიზაცია, ანუ აღსაყდრება გაცხადდა ოფიციალურად მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში. და აი აქ მინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ ესეთ ნიუანსზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი რატომღაც როდესაც ეკლესიაშია მეთვალყურეთ და ამ შემთხვევაში რწმუნებულია ხელისუფლებისა, რატომღაც არის გაგება იმისა, რომ ეს არის ნეგატიური მოვლენა, ეს არის საეკლესიო საქმეებში ჩარევა, ანუ ზედამხედველობა ეკლესიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გავეცანი ამ მასალებს ბატონ თენგიზ ონოფრიშვილთან დაკავშირებით და შეიძლება თავამად ითქვას, რომ ეს ბრძანდებოდა ის პიროვნება, რომელიც არა თუ მეთვალყურე და არა თუ რაღაცა ეკლესიაში ჩარევისა და ჩახედვის სურვილით შეპყრობილი ადამიანი, არამედ იყო დედა ეკლესიის ერთგული პიროვნება და ეს იყო ხარდამჭერი მთელი პროცესებისა, იმ ჯანსაღი პროცესებისა, რომელიც საქართველოს წიაღში უნდა განვითარებულიყო. და ეს არც არის შემთხვევითი. მე კავთისხევთან და ონოფრიშვილების კეთილმორწმუნე გვართან შეხება მაქვს და ძალიან კარგად ვიცი კავთისხევში არსებული წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოში დაკრძალულია მღვდელმსახური დეკანოზი ონოფრიშვილი, სახელი ვეღარ გავიცენე ბატონ დავით თუ შევახსენებთ. მან არ არის იოანე ვინც იყო ბოლომღნელი, ის იყო რეპრესირებული და საფლავი არ ვიცით და მიხეილ იოანეზე და იოანე მიხეილის ონოფრიშვილები, რომლებიც დაკრძალულები არიან საკურთხევლის წინ, მათი საფლავი იქ არის და აი ასეთ ოჯახში გაზრდილი იყო ბატონი თენგიზი და აი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიის მიმართ, ანუ არ ჰქონდა გაუცხოება, ამას არ ჰქონდა რაღაცა კონკავშირული სულისკვეთება, პირიქით ეს იყო ეკლესიისთვის, როგორც იტყვიან, ესეთი მისი მხარდაჭერითა და მისი ესეთი ხელშეწყობისთვის მობილიზებული და ეს გამოჩნდა კიდევაც ამ ურთიერთობაში და ეს ოქმები სწორედაც ამას ცხადყოფს და ძალიან კარგია, რომ ეს ამ კუთხით საინტერესოა თუ აი ოჯახური დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ. მე მინდა გითხრათ, რომ ამაჩემ როცა დაინიშნა მისთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ იურისტი იყო ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობები ჰქონდა დამთავრებული და მაგრამ აი ესე მოხდა, რომ თვითონ უდლის მისი პაპა იყო მოდელი და ჩვენი ყველა წინათაობა, ასე ვთქვათ, ხაზი იყვნენ დეკანოზები სოფელ კავთისხევში და ასე ვთქვათ, უდლის შვილიშვილი თვითონ დაინიშნა რელიგიის წუნებულად, თვითონ საოცარი ფაქტი იყო ეს, არ ვიცი, გამოეპარათ მაშინ თუ როგორ იყო და ცხადია მას შინაგანად ისედაც კარგი განწყობა ჰქონდა და ესმოდა ეს, იმიტომ დღეს ეხლაც გვაქვს ჩვენი ბოლო მღვდელი იოანე ონოფრიშვილი, რომელიც რეპრესირებული იყო და დახვრიტეს 24 წელს და ჩვენ საფლავიც არ ვიცით ზუსტად და მისი სახელი და გვარი ეხლაც არის ოკუპაციის მუზეუმში ნახსენები აი ნაწამებ და დახვრიტილ სხვა მღვდლებთან და მღვდელმთავრებთან ერთად ნახსენები და ცხადია ძველი ჯვარიც გვაქვს მისი ამ ჩვენი წინაპარი მღვდლის იოანესი და სხვა რაღაცა ნივთები რაც შემორჩა სარელიგიო მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან და ცხადია ახლა ესეთ ოჯახში გაზრდილი ადამიანისთვის მართლაც ჯერ ერთი მოლოდნელი იყო ამბობდა საერთოდ როგორ მოხდა, მაგრამ ნუ ალბათ უფალი მაღალია და რაღაცა და შემდგომში ეს უკვე ნათლად ხედავდა სახში ნათქვამი ჰქონდა არაერთხელ მეც მახსოვს რომ
ორი აზრი არ არის რომ უწმინდესი პატრიარქი უნდა ყოფილიყო ილია მეორე თავისი როგორც უამრავი დადებითი თვისებებით რაც საქართველოს კარგი იქნებოდა თუმცა ესე ყველა არ ფიქრობდა რა თქმა უნდა ეს ხო საბჭოთა კავშირი ამას ღიად ვერავინ სინოდის ხდომაზე რა თქმა უნდა ის პირდაპირ ჩარევა იქ არ ყოფილა იმიტომ რომ არც ხელისუფლება ჰქონდა და არც მომხდარა მაგრამ გარკვეულწილად იქ რაც ფუნქციონალურად მაშინ ევალებოდა კონტროლი სწორად ჩატარება რომ აი ეს პრეტენზიები მომავალში შესაძლო ყოფილიყო რომ არ ყოფილიყო ამისთვის ხდებოდა ეს და მომავალში ურთიერთობა პატრიარქთან იყო მართლაც ძალიან მეგობრული მეც ასე ვთქვათ თავის დროზე გამოცნო პატრიარქი სულ შემთხვევით მაშინ ეს გაგრაში მოხდა როცა ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი იყო მე მაშინ 13 წლის ვიყავი როცა საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხებზე და მე ასე ვთქვათ მაშინ გავიცანე უწმინდესი და მას შემდგომ საკმაოდ ხშირად რა თქმა უნდა ურთიერთობები გქონდა და გვაქვს და მინდა გითხრათ რომ ეს პირველი პერიოდი საბჭოთა პერიოდი ძალიან რთული იყო იმიტომ რომ დღეშანს ადვილად იმიტომ საპატრიარქო ძლიერია არიან უდელთავრები არის სინოდი ძლიერი სინოდის თითქმის ყველა კუთხეში არის უდელთავრები წარმოდგენილი არა რეგიონში რამდენიმეც კი არის უკვე და რეგიონებში დიდ რეგიონებში რამოდენიმეა და რეალურად ეხლა გადაწყვეტილებას თვითონ ღებულობს და შემოსავლის წყაროს თავისი აქვს და მაშინ ეხლა სულ 6-7 მთავარი იყო გადაწყვეტილებებსაც იშვიათად ღებულობდნენ ასაკოვანი ხალხი იყო და აი მაგალითად ერთ-ერთ წერილს მოვიყვანო რომელიც ამ წიგნში ბევრი არის ესეთი და ამიტომ არის საინტერესო ნახვა როცა და ბევრი საკითხი ესე შეთანხმებულად აკეთებდნენ იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოს ხარდაჭერის გარეშე მაშინ საპატრიარქოს პრაქტიკულად ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება საბჭოთა სტამბაზე და ბეჭდვაზე არც ბეჭდვაზე არც სტამბაზე არც სახს არაფერზე და აი მაგალითად ერთი წერილია როცა წერს რელიგიის საქმეთა საბჭოს წუნებულს თენგიზ ონოფრიშვილს უწმინდესი მაგალითად 3 ნოემბერს 1978 წელია რომ საქართველოს საპატრიარქოს ზად აქვს დასაბეჭდად 1978 წლის მაგიდის კედლისა და ჯიბის კალენდრები. ეს პირველად მოხდა, როცა უწმინდესი მოვიდა და ეს კალენდრები გამზადდა. უკვე თავისი მრევლისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. 1978 წლის ჟურნალი ჯვარი ვაზისა. მაშინ გამოიცა და ძალიან პოპულარობით სარგებლობდა და მოწონებულია სარედაქციო კოლეგიის მიერ. გთხოვთ მოგცეთ სათანადო შუამდგომლობამ თავლიტის წინაშე ზემოხსენებული კრებულის გამოსაცემად. ანუ ეკლესია მაშინ კრებულსაც ვერ გამოცემდა. კალენდარს ვერ ელემენტარულ კალენდარს ვერ წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იყო. ცხადია ეს ყველაფერი მოხდა სწორედ მამა იყო 3 წელი დაახლოებით და ნუ მე ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის დრო იყო და მამაჩემის ცუდ მუშაობაში ჩაეთვალა ეს ყველაფერი, რადგან გაძლიერდა საპატრიარქო ძალიან კარგი კონტაქტები წამოიწყო უწმინდესმა მაშინ ინტელიგენციასთან კულტურის სფეროს ადამიანებთან დაიწყო შეხვედრები აი ეს ჯვარი ვაზისა ჟურნალი და თვისობრივად სხვა დონეზე უკვე რამოდენიმე წელიწადში აშკარად გამოჩნდა რომ სხვა დონეზე გადავიდა ასე ვთქვათ ჩვენი საპატრიარქოს მდგომარეობა გამოჩნდა უკვე დაიწყო ეკლესიების შეკეთება ზოგან გახსნა და ცხადია ამან გარკვეული შეშფოთება გარკვეული სერიოზული შეშფოთება გამოიწვია თვითონ პარტიის ცეკაში და იმაში და ну მე რაც ვიცი ახლა უკვე კიდევ ბევრი ვიცი მაგრამ ჯერჯერობით ამას ვიტყვი რომ მაშინ მამას თენგიზ ონოფრიშვილს ჩაეთვალა რომ იგი ცუდად მუშაობს თავის თანამდებობაზე, რამდენიც ეკლესია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ეს ფაქტი იყო და შემდგომი უკვე თანამდებობის პირი ვინც იყო, ვინც შეცვალა და ის უკვე იყვნენ პირდაპირ უშიშროების თანამშრომლებიდან ირჩევდნენ და იყო მინისტრთა საბჭოში. არა, იყო მინისტრთა საბჭოში, მაგრამ უკვე პირდაპირ მაშინ კგბ ერქვა, ანგარიშვალდებულება ჰქონდა იქ. არა, პირდაპირ კგბ-ის თანამშრომელი გახდა რწმუნებული.
პირდაპირ წმუნებული ხდებოდნენ უკვე უშიშროების 1 და 2 ვიცი მე ხა ზუსტად აღარ მახსოვს როგორ მე დაიშალა საბჭოთა კავშირი ასე რომ ეს უკვე ანუ ჩათვალა მაშინდელმა სისტემამ რომ გაიქცა ხელიდან სიტუაცია და ეხლა პრაქტიკულად არ იყო ესეთი გადაწყვეტილებები რომელსაც მამაჩემი ხარს არ უჭერდა თუმცა ნათქვამი აქვს მე ეს კარგად მახსოვს სახში რომ პირდაპირ რამოდენიმე ადამიანია რომელიც წინააღმდეგიაო ნუ აქ ერთ-ერთ ცეკას დივანზეა საუბარი არ ვიტყვი ხმა ჯერაც და კიდე ზოგიერთ სერიოზულ პარტიულ ფუნქციონერზე მაგრამ ორი ადამიანი მინდა დავასახელო ვიზეც უთქვია ღიათ რომ ხარს უჭერდა ეს იყო ზურაბ ბატარიძე მაშინ მისცა საბჭოს თავმჯდომარე იყო თუ არ მეშლება და კიდე ერთი ადამიანი იყო ოთარ ჩერქეზია რომელიც პარტიული რომელსაც მაღალი რანგის თანამდებობი რეალურად ამ ხარდაჭერაზე ამბობდნენ რომ ესე გავაკეთოთ გავაგრძელოთ ბევრი ადამიანი არ ერეოდა თუმცა იგრძნობოდა რომ უწმინდეს უკვე ისე გამოიჩა იმ პირველ 1-2 წელიწადში რომ სიმპათიები საზოგადოებას გაუჩნდა მის მიმართ ხო და ისინი ვინ წინააღმდეგი იყვნენ და თქვათ გაიოზის არჩევა უნდა რომელსაც შემდგომ სასამართლო პროცესი გაიმართა იქ საერთოდ სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყო გასამართლებული და მე საერთოდ მგონია ალბათ ესეც არის ხა უწერია ზოგიერთსაც რომ სპეციალურად ხდებოდა რომ მათ უნდათ ასე ვთქვათ უფრო მაშინ საბჭოთა კავშირის დროს სამუშიშროებას და იმას რომ კომპრომიტირებული პატრიარქი ყოფილიყო საქართველოში რომლის მიმართ უამრავი ფაქტი ელექნებოდა და მართავდნენ როგორც უნდათ და რადგანაც ეს ჩაიშალა უკვე როგორც ასე ვთქვათ ასეთი ტიპის ადამიანი უკვე მათ აღარ ჭირდებოდა და ამიტომ მოხდა მისი გვერდზე გაწევა საერთოდ როგორც ჩანს და უწმინდესი საქმიანობა კი პირიქით გაიზარდა უკვე ამას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებდა ფაქტი იყო და დღეს ხედავთ უკვე რა კონკრეტულად ეს დასახელებულ ჯვარი ვაზისას შესახებ ვეთქვი ეს იყო ერთადერთი რელიგიური ჟურნალი მაშინ საქართველოში პირველად გამოსული ჟურნალი იყო ასევე პირველად გამოსული იყო ის კალენდრები რომელმა კალენდრებმაც გამოიწვიეს საზოგადოებაში დიდი დაინტერესება და ადამიანებს მიეცათ კალენდართან წოდომა საეკლესიო კალენდართან საეკლესიო დღესასწაულებთან წოდომა და გარკვეულწილად კალენდარული თვალსაზრისით მოაწესრიგეს აი ეს პროცესები რომელიც პირადი ცხოვრებით, პირადი ურთიერთობით იყო ეკლესიის მიმართ დამოკიდებული. მე ძალიან კარგად მახსოვს ჟურნალი ჯვარი ვაზისა, რომელიც გაცრეცილი ხდით ხელიდან ხელში გადადიოდა ჩვენ სტუდენტებს შორის და ვკითხულობდით, გადავცემდით, რიგი ქონდა ჩამოწერილი, რომ შენ შემდეგ მე იქნებ მათხოვ ეს ჟურნალი და იკითხებოდა ეს ჟურნალი ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო მასში და რაც მთავარია, მასში იყო გაცხადებული უფლის სიტყვა, უფლის ნება და აი ეს მოწყურებული იყო საზოგადოება, აი ამას მოწყურებული იყო საზოგადოება იმ საბჭოთა პერიოდში და ეს ჟურნალი იყო სწორედაც ერთგვარი მაშველი რგოლია აი ამ საზოგადოებისთვის მიცემული და ის 3 წლიანი პერიოდი ბატონი თენგიზ ონოფრიშვილის მოღვაწეობისა, რომელიც ბატონმა დავითმა ახსენა, დამთავრდა 3 წლის შემდეგ, მაგრამ არ დამთავრებულა ჯვარი ვაზისას გამოცემის საქმე, ეს რაკი დაიწყო ეს საქმე, უკვე ამისი აკრძალვა ესეთი ნეგატიურ მნიშვნელოვან ნეგატიურ ტონად ითვლებოდა და ჯვარი ვაზისა აღარ აკრძალულა, მას შემდეგ რა ტრადიცია დაედო იმ 3 წლიან გამოცემას, უკვე გამოდიოდა შეუძლებელი იყო უკვე შეჩერება. აღარ გაჩერებულა, ანუ კეთილი საქმე დაწყებული იყო და ამ საქმეს არ შეუწყვეტია მოქმედება და მოძრაობა მას შემდეგაც. ამის შემდგომ უკვე ცხადია მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და საბჭოთა კავშირი ხო მამა ადრე გარდაიცვალა 87-ში, 1987 წელს, მაგრამ უწმინდესთან ეს ურთიერთობა დედა იცნობს კარგად და ჩემთანაც მე თანამდებობებზე რო ვიყავი თავისთავად ვნახულობდი არ ვაწუხებდი ზედმეტს მაგრამ ყოველთვის წელიწადში ერთხელ ყოველთვის გქონდა შეხვედრა იგონებდა ხოლმე აი ამ ძველ ამბებს უწმინდესი თავად იმიტომ რომ თავად იცოდა რა სირთულეებიდან მოხდა შემდგომში ასე ვთქვათ ჩვენი დედა ეკლესიის წინ სვლა აღზევება უკვე საერთოდ უკვე უწმინდესის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესია უკვე დამოუკიდებლობა აღიდგინა
თავისი და ბევრი სასიკეთო საქმიანობა იყო წამოწყებული. მათ შორის ალბათ სწორედ გვარების საკითხშიც რო ვთქვათ, გვარების წინამძღოლთა დარბაზი შეიქმნა სწორედ მას შემდგომ, როცა დაიწყო უწმინდესო გვარების დალოცვა, გვარების შეკრება და ეს პროცესი ნამდვილად საინტერესოა. საქართველოში ყველა გვარში არ არის ჯერ ასე ვთქვათ დალოცვილი და შეკრული ისე. სწორედ ეს მოხერხდა სწორედ ამ დალოცვის მერე, როცა გვარები იკრიბებიან, წინამძღოლს ირჩევენ, ხვდებიან, რაღაცა დაახლოება ხდება. იცით რომ ზოგიერთი გვარი ძალიან დიდი არის, რამოდენიმე 1000 ადამიანია, თქვა ჩვენი გვარი 200 ადამიანზე ნაკლებს ითვლის. ეხლა მცირე სტატისტიკაა 180-მდე არის და ეხლა სტატისტიკურად იცით ახალი აღწერა ჩატარდა, სწორედ ჩვენთვისაც ამ ხრივად საინტერესო იქნება უკვე ხელახალად უკვე 20-24 წლის მდგომარეობით თითოეული გვარის კიდე დაზუსტება მოხდა. გვარის მდგომარეობა ცნობილი გახდა. უნდა რამდენი არიან საცხოვრებელ ეს გვარების დაახლოება თვითონ გვარის გაძლიერება იმითაც კარგია რომ ბევრი გვარი იცით რომ უკვე 21 საუკუნეა მობილურობა დიდია, ანუ ერთ ადგილას ახლა აღარ არიან, ხო, ყველაზე თბილისში ცხოვრობს დიდი ნაწილი. ჩვენი ონოფრიშვილების გვარი კი წარმოშობით სოფელი კავთისხევია ერთი ფუძია. და შემდგომში უკვე ნაწილში, მცირე ნაწილი ცხოვრობს გურჯაანის რაიონში, ყვარელის რაიონში, რუსთავში და იმერეთში კიდე რამოდენიმე ადგილი, ძირითადად თბილისი და კავთისხევი, მაგრამ სხვა გვარებიც ესეა და როცა გვარები იკრიბება, აღწერა ხდება, თვითონ გვარი აღწერს თავის გვარიშვილებს და მათი ასე ვთქვათ ამ სხვადასხვა რაიონებში ახლა ონოფრიშვილების გვარი როცა შედგა, ჩვენ მაგათ არ ვიცნობდით იმ ხალხს, ვინც იყვნენ გურჯაანში და ყვარელში და როცა ეს გაერთიანება მოხდა, მაშინ გავიცანი და 2012 წლის 10 ივნისი იყო ონოფრიშვილთა გვარის კურთხევა და დალოცვა და მაშინ ამ ხალხთან სულ გვაქვს ჩვენ ერთმანეთს ხვდებით, მუდმივი კონტაქტია და ესეთ კეთილი საქმეები კეთდება. ეს ერთი მხარე და თვითონ გვარებს შორის კიდე ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება კიდე ეს მეორე საკითხია. უწმინდესის კიდე ასეთი ინიციატივა როცა წამოიწყო მესამე ბავშვის მონათლის პატრიარქია თვითონ და პატრიარქი ძალიან ძვირფასი რამ არის. რამდენი ოჯახში ახლა უწმინდესი არის დღეს ნათლია წარმოიდგინეთ და ამ ოჯახის კიდე ნათესავი ან ახლობელი რომელიც ასევე ნათლია, ანუ პატრიარქთან ერთად კიდე რამოდენიმე კაცი ერთობლივად ნათლი არიან ბავშვების. ეს არ ვიცი ამაზე სულიერი ერთობის ჯაჭვი შეიქმნა, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ჯაჭვი შეიქმნა, რაც აერთიანებს ამ ყველაფერს და ძალიან ძვირფასია მართლაც ეს დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ და ერთი შეხედვით შეიძლება ეს ერთი კონკრეტული პიროვნებისა და წარმომადგენლის მიმართ დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას აქვს ისეთი ნიუანსები, რომელიც აუცილებლად გასააზრებელია და კერძოდ გულისხმობ რას. თუ გიყვარს პატრიარქი, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ქართველი ხარ. კარგად ხარ ორიენტირებული საეკლესიო საუფლო საქმეებზე და არა ხარ გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. და მეორეც ქართველობა იქნებ სხვა არც არაფერი არ არის თუ არა უფლის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ამ სიყვარულით გაჯერებული ცხოვრება ამ წუთისოფელში, რომელიც წუთისოფლის შვილები თითოეული ჩვენთაგანი ვართ და ამ გადაცემასაც იმიტომ ქვია წუთისოფელი, რომ ჩვენ არა მარტო შვილები ვართ წუთისოფლისა, არამედ ამ წუთისოფელში მუშაკნიც ვართ, რომლებიც ჩვენი საქმით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი დამოკიდებულებებით ვემსახურებით იმ მარადიულ ფასეულობას, რასაც უფალი ღმერთი ქვია და ამისი საუკეთესო სახე და საუკეთესო გამოხატულება სწორედ არის პატრიარქი, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ყველა ის პიროვნება, რომელსაც უყვარს თავისი პატრიარქი. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ქართველია კი კვლავაც ვიმეორებ და კარგი ქრისტიანია. ვიყოთ კარგი ქრისტიანები, ვიყოთ კარგი ქართველები და პატრიარქთან
სულიერი ერთობის განცდით ვიაროთ წინ იმ მარადიულობისკენ, რომელი მარადიულობა თვითოულ ჩვენთაგანს გველოდება. ბატონ დავითს გადაცემის ბოლოს საშუალება ექნება მიმართოს საზოგადოებას და წარმოთქვას მისთვის სასურველი სიტყვები. თუ გინდათ გვარს მიმართეთ, თუ გინდათ პატრიარქისთვის მიმართვა, თქვენ გააკეთეთ არჩევანი, მაგრამ გადაცემას კი ნამდვილად თქვენ ავთავრებთ. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ, ხშირ რაც მე ვიცი ისტორიულად, რაც მახსოვს და ნამდვილი ფაქტუალური მასალაა, პირველი პირებისგან ვიცი, ასე ვთქვათ, საკუთარი ოჯახის წევრებიდან და რაც ჩემი თვალით მინახია, ის გადმოგეცით, თუმცა არის კიდე რაღაცები, რომელიც მაინც შეიძლება ადრეც არის ამაზე კვლავ საუბარი, მაგრამ თუმცა ბევრი რამე უკვე ღიაა და ის ძნელი პერიოდი, რაც საქართველოს ეკლესიას ჰქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ის დაკნინებული მდგომარეობა დღეს სრულიად სხვანაირია. მე ერთი მომენტი მაქვს, ერთ მომენტში თქვი, რომ ძველი საპატრიარქო იყო ქაშვეთში, მეთქი იყო სიონის ტაძარში იყო. აი ბეჭედი რომ მოიპარეს და ეს სიონის ტაძარში იყო ორსართულიანი შენობა, რომელიც დღესაც არსებობს. დიახ, ეს იყო სიონის ტაძარი და ბევრი რამე მაშინ ისტორიული სწორედ ამ ტაძართან იყო დაკავშირებული. მე მინდა პირველ რიგში უწვინეს კიდევ ერთხელ მიულოცო შობა ახალი წელი, რომელიც გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ მისი ინტრონიზაცია, მისი წლოვანება, რომ ჩვენ ფაქტიურად ყველანი გარკვეულწილად ცხოვრობდით უწვინესი და უნეტარესი ილია მეორის პერიოდში, რომელმაც აღორძინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და კიდევ ერთხელ ულოცავდა უსურვებ ჯანმრთელობას და ასევე ყველა გვარს, ჩემ გვარს, რა თქმა უნდა, ონოფრიშვილის მივესალმები, აქედან პატარა გვარია და გვაქვს ხშირი არა, მაგრამ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ გვინდა ეს გავაძლიეროთ და ამაზე კიდევ ერთხელ ალბათ უახლოეს ერთ-ერთ თვეში შევიკრიბებით. და ასევე სხვა გვარებს მინდა მივესალმო, მიულოცო მათაც შობა ახალი წელი, კარგი და 7 ვიმედოვნებ წელი ყოფილიყოს, თუმცა თლად ახლა ესე არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი საქვს აღმასრულები და იმედია, რომ გარკვეული სიმშვიდე უახლოეს პერიოდში დაისადაგებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გულებში, სულებში და რეალურად მდგომარეობა უკეთესი იქნება. თქვენ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისათვის, რომ მეგონი საინტერესო ფაქტებზე და ისტორიულ მომენტებზე ვისაუბრეთ ჩვენ გადაცემაში. ნამდვილად საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და კვლავაც და კვლავაც შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა წუთის სოფელს, რომელიც კვლავაც თქვენს სახურებაშია და გამოხატავს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ინტერესებს და მის სათქმელ სიტყვას აჟღერებს სატელევიზიო ეთერით. მადლობა ერთად ყოფნისთვის.